ამ აუში უამრავი უცხოპლანეტელი თევზია. თევზები, რომლებიც ალბათ არასდროს გინახავთ. და თუ ნახავდით, იფიქრებდით, რომ ისინი სხვა პლანეტიდან არიან. და ეს იმიტომ, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩემი მისია იყო მეპოვა ყველაზე გიჟური და უცნაური თევზები, რომ ამ ტბაში ჩამესვა. ეს აღარ არის საიდუმლო აუზი. ეს არის უცხოპლანეტელი თევზების აუზი. ამიტომაც ვაპირებ დავიჭირო თითოეული თევზი, რომ გაჩვენოთ რა ცხოვრობს აქ. როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა შესვენება YouTube-დან ფსიქიკური ჯანმრთელობის მიზეზების გამო. როგორც ხედავთ, დავბრუნდი და ბევრად უკეთ ვარ. უბრალოდ მინდოდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის, ყველა შეტყობინებისთვის. თქვენ რომ არა ამ ყველაფერს ვერ გაუმკლავდებოდი. მართლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ისევ შემიძლია ვიდეოების გაკეთება თქვენთვის. ვიფიქრე, რა ჯობს დაბრუნებისთვის, თუ არა საიდუმლო აუზის დაცლა. იმიტომ რომ შესვენების დროსაც ვაკეთებდი იმას, რაც მიყვარს. შველირი თევზებს, ვიჭერდი თევზებს, ქვიდულობი თევზებს. ამ თევზების უმეტესობა სწორედ აქ, საიდუმლო აუზში მოვათავსე. ასე რომ, როცა დაბრუნდებოდი, შეგვიძლია ვიდეო გაგვეკეთებინა მისი დაცლის შესახებ, რომ შემეძლოს გაჩვენოთ ყველა თევზი, რომელიც შესვენების დროს მოვიპოვე. დამიჯერეთ, აქ უამრავი უცნაური თევზია. ეხლა შევხვდები აუზში და ვნახავ, რას შევძლებ დავიჭირო. თუმცა აქ ყველა თევზი უცხოპლანეტელი არ არის. ეს რომ მოგვიწევს ყველა სხვა თევზის გადარჩევა, რომ მივაქციოთ ყველაზე უცნაურებს. აქ მოვათავსებთ ყველა უცხოპლანეტელ თევზს. და აქ მოვათავსებთ ყველა დანარჩენ თევზს. კარგი, ჩეკმები მაცვია, ბადეც მაქვს და შევდივარ რომ ნახო, რა შევძლებ დავიჭირო. წავედით. ხშირად როცა ამ საიდუმლო აუზის ვიდეოებს ვიღებ, ყველაფერს საიდუმლოდ ვტოვებ. არ მინდა რომ იცოდეთ რა არის აქ, სანამ არ დავიჭერთ. თუმცა ამჯერად ცოტა სხვანაირად იქნება. და ეს იმიტომ რომ ჯერ ერთი კონკრეტული თევზის დაჭერა მოგვიწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება სერიოზულად ავიზიანო თავი. ეს თევზი კი სკატია. დიახ, სწორად გაიგეთ. ეხლა ხან გითხარით რომ აქ სკატი ყავს. და ეს იქნება პირველი თევზი, რომელიც უნდა გამოვიყვანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დამსუსხოს და ეს კარგი არ იქნება. მართლა ძალიან ნერვიულობ რომ აქ ვარ ეხლა. თუ არ იცოდით, არსებობს მტკნარი წყლის სკატების მრავალი სხვადასხვა სახეობა. თუმცა, ყველა მათგანის ფლობა ფლორიდაში არალეგალურია, გარდა ერთი სახეობისა, და ეს არის ატლანტიკური სკატი. რამდენიმე დღის წინ კი მომეცა შესაძლებლობა ერთი შემეძინა და ვერ გაუშვი ხელიდან. ამიტომ ჩავაგდეთ ის ამ აუზში და ეხლა უნდა ამოვიყვანოთ. წყალი ცოტა ბინძურია, ასე რომ მისი პოვნა საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ ვცდილობთ. წავედით. და პირველივე ამოგებისას უკვე შევამჩნიე სკატი. აი ის იქა, აი ისა, მოდი შედი ბადეში. ღმერთო, ნახეთ, აი ისა. აი სკატი ბიჭებო, დავიჭირე, ღმერთო. ეს ბევრად უფრო მარტივი იყო ვიდრე მეგონა, ღმერთო. შეხედეთ ამას ბიჭებო, ჩვენ სკატი გვყავს. რა სიგიჟეა რა? ნახეთ ეს? თითქმის დამჩხვლი და დამსუსხა, რაც არ უნდა იყოს. რა სიგიჟეა ბიჭებო. ეს წყლებია ჩემს სურვილების სიაშია. ჰელენსაც. ისიც სულ მთხოვდა რომ დამეჭირა. ძალიან იშვიათია მათი პოვნა. ძალიან იშვიათია. შეხედეთ, რა მაგარია ბიჭებო. სკატი. კარგი, ეხლა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ეხლა ატლანტიკური სკატი ძალიან მაგარია, რადგან ის ერთ-ერთია იმ იშვიათ სკატთაგან, რომელსაც შეუძლია იცხოვროს როგორც მტკნარ, ასევე მარილიან წყალში. და ჩვენ მისთვის ბევრად უკეთესი სახლი გვაქვს მომზადებული. ეხლა იქით წავალთ და მის ახალ სახლში გადავიყვანთ. აი წავიდა. ვაუ, რა ლამაზი თევზია ბიჭებო. ხედავთ იმ ეკალს? შეხედეთ ამას. უზარმაზარია. რა სიგიჟეა. შეხედეთ მაგას, ღმერთო ჩემო. დაწუნებით გეუბნებით, რომ ამ ტბაში ხელებს მალე ნამდვილად არ ჩავყოფ. მაგრამ როგორც ხედავთ, ჩემს უკან ვართ ოსკარის აუზთან. და სწორედ აქ დავამატებთ სკატს. ეს ძალიან მაგარია. შეხედეთ მის თვალებს. გრძნობ მის კბილებს. გრძნობ მის პირს. ვაუ, შეხედეთ ამას. ღმერთო, გთხოვ, არ დამსუსხო. არ მინდა ბადე ისევ გამოვიყენო, რომ იცით, არ მიეკრას მასზე. ალბათ ეს უსაფრთხო არ არის. კარგი, ხო, ესე არ მოვიქცევით. მოდი ბადეს გამოვიყენებთ. ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საშიში თევზია, რაც კი ოდესმე მყოლია. ვაუ. აქ ძალიან მაგრად გამოიყურება ბიჭებო. შედი, შენი ახალი სახლი. ვაუ. შეხედეთ როგორც სურავს. ღმერთო ჩემო. რა დიდებულად გამოიყურება. ეს ალბათ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი თევზია, რაც ეხლა გყავს ბიჭებო. ვიცი რომ ეს ნამდვილად ჰელენის ერთ-ერთი საყვარელია. ბიჭებო, კომენტარებში დაწერეთ სახელი ჩვენი ახალი სკატისათვის. ეს საიდუმლო აუზის ვიდეო სიგიჟე იქნება ბიჭებო. მოდით დავბრუნდეთ შიგნით და ვნახოთ. კიდევ რა შეგვიძლია დავიჭიროთ. გახსოვთ, როცა გითხარით, რომ მიყვარს საიდუმლოებების შენახვა ამ ვიდეოების გადაღებისას? ხო, აქ მხოლოდ ერთი სკატი არა. სინამდვილეში აქ ორისია. ეხლა ისევ შევალთ შიგნით და ვეცდებით მისი ძმის დაჭერას. ამის შემდეგ კი დავიჭერთ ყველა სხვა უცხო თევზს, რაც აქ გვყავს. მაგრამ როგორც თქვი, ჯერ სკატები უნდა გამოვიყვანოთ. ხალხო, უკვე დაახლოებით 30 წუთია ბადეს ვატარებთ აქ. მეორე სკატის კვალი არ ჩანს, მაგრამ ვიცით რომ შიგნითაა. ასე რომ გავაგზელებთ ასე. ვეცდებით ყველა სხვა თევზის დაჭერას, სანამ ის შიგნითაა. იმედია შევძლებთ მის დაჭერასაც და იმედია სკატი არ დამსუსხავს. კარგი, დავიწყოთ. ნახოთ, სხვა თევზები და რომელიმეს დავიჭერთ თუ არა. აი შეხედეთ. მილში თევზი დავიჭირეთ, ხალხო, ეს რა არის? ღმერთო ჩემო. ეს იმ უცხო თევზებიდან არ არის, მაგრამ მართლა უცხო თევზს გავს. ვაუ, შეხედეთ ამას, ხალხო.
არ მახსოვს ეს აქ ჩამეყვანოს და ესე მიდის ეს საიდუმლო აუზის დასლის ვიდეოები. თვეების განმავლობაში ვუშვებთ აქ თევზებს. და როცა საბოლოოდ ვიღებთ ამ ვიდეოებს, ბევრი თევზი აღარ გვახსოვს ვინც აქ არის. ასე რომ ეს მართლა მაგარია ხალხო. კომენტარებში დაწერეთ რა თევზია ეს. კარგი პატარა მეგობარო, მიდი თავისუფალი ხარ. რაღაცამ ფექსი მომარტყა. კარგი, რაღაცამ ჩეკმაში ჩამარტყა. შეიძლება სკატი იყო. თუმცა აქ ძალიან დიდი თევზებიც არიან, ვინ იცის. მაგრამ ცოტა შემაშინებელი იყო. დიდი ბადე. რა არის? გმერთო ჩემო. ესენი რა არის? გაჩერდი, ესენი ოსკარები არიან. შეხედე ამას. ერთ ბადეში 2 ოსკარი დავიჭირეთ. რა მაგარია. ეს ბიჭები შესვენების დროსაც ჩავაგდე. კანალიზაციაში დავიჭირეთ. შეხედე ამას. როგორც 2 წვეთი წყალი. რა მაგარია. კარგი, ეხლა ამ ოსკარებს სკატთან ერთად ოსკარების თბორში გადავიყვანთ და იქ შევუშვებთ. ნახეთ ბიჭებო, ჩვენი სკატი იქვეა. ძალიან კარგად გამოიყურება. მგონი ახალი სახლი მოსწონს. ეხლა მეგობრებს მივუყვანთ. აი მიდიან. ნახეთ აქ, თევზი ამოდის. ეს უცხო პლანეტელია. მოდი შედი ბადეში. ეს უცხო პლანეტელია. კი, დავიჭირეთ. ბიჭებო, ეს ერთ-ერთი იმ უცხო პლანეტელი თევზია, რომელიც აქ ჩაუშვით. შეხედეთ ამას ბიჭებო. რა უცნაური თევზია. ღმერთო ჩემო. ეხლა ამ ბიჭები ბევრჯერ დაგვიჭერია და მგონი თქვი რომ ისინი დრაკონის გოვები არიან. ძალიან მაგარია ბიჭებო. ეს მართლაც დიდი ეგზემპლარია. შეხედეთ რა პატარა და მიკროსკოპული თვალები აქვს. სწორედ ეს ხდის მას ასე უცნაურად. ამიტომაც არის ის უცხო პლანეტელი თევზი, ოპლანეტელი თევზი. ეხლა მას უცხო პლანეტელი თევზების კონტეინერში ჩავამატებთ და გავაგრძელებთ. შეხედეთ ამ სახეს. ეს ღრმა ზღვის არსებას გავს. ბიჭებო, ეს საოცარია. კარგი, აი ასე. კარგი ბიჭებო. კარგი დასაწყისია, მაგრამ ვიცი რომ აქ კიდევ ბევრი უცნაური თევზია. ეხლა ყველაფრის გავამარტივებთ და კონსტრუქციას ამოვიღებთ, რომ თევზებს დამალვის ადგილი აღარ ქონდეთ და უფრო მარტივად შევძლოთ მათი დაჭერა. რაღაც ვიგძენი, მოდი. შეხედეთ ამას. პატარა ოქროს თევზი დავიჭირეთ. ვაუ, მართლა მაგარია. ლამაზი პატარა ოქროს თევზი. კარგი. ვაუ, ეს მართლაც ლამაზია. ლამაზი თევზი. ღმერთო ჩემო, ნახე ეს? რაღაცა დავიჭირე. შეხედე ამას. დამშვიდი. აქ 2 თევზი მყავს. ვაუ, ეს ერთი დამავიწყდა რომ ეს ბიჭი აქ იყო. ეს აქ არის ფოთლის თევზი, ძალიან მაგარია. უცხო თევზებიდან არა, მაგრამ თავს ფოთლებად ასაგებენ. ასე რომ ძალიან მაგარი თევზია. ეს ბიჭი ყავს და კიდევ პატარა ალბინოსი პაკუ. თუმცა პატარა რო თქვი, უკვე დიდია. 2 ძალიან მაგარი თევზია. კონტეინერში ჩავაგდებ და გავაგრძელებთ. მოდი ცოტა მომეცი. კი, უცხო თევზი დავიჭირეთ ბიჭებო. შეხედეთ ამ თევზს. ღმერთო ჩემო. ვაუ, ეს სიგიჟეა. მახსოვს ეს ბიჭი აქ დაახლოებით 1 თვის წინ ჩაუშვი და ჯერ კიდევ არ ვიცი რა სახეობის თევზია. ასე რომ ნამდვილად უცხო თევზია. შეხედეთ, თვალები თავზე აქვს. ისეთი პატარაა. ეს ძალიან მაგარია. შეხედეთ ამას. შეხედეთ მის პატარა წვერს აქვე. მართლა პატარა წვერი აქვს. კომენტარებში დაწერეთ რა სახეობის თევზია ეს. ამ თევზს და სხვა უცხო თევზებს ამ ვიდეოში მოგვიანებით ძალიან მაგარ ადგილას მოვათავსებთ. ასე რომ დარჩით ჩვენთან. კარგი, მეორე უცხო თევზი ყინულებიან ყუთშია. შეხედეთ ამას. თითქმის არ მოძრაობს. მგონი ეს სკატი იყო. რაღაც დიდი ფეხში მომეჯახა. მგონი აქ არის, მოდი. რაღაც დავიჭირე. რაღაც დიდი დავიჭირე. არ არსებობს ჰელენ. ბადეში გუ მყავს. ეს არის დამპი. დამპი კუ. შესანიშნავადაა. ყველა, თქვენ ხშირად კითხულობთ დამპიზე. აქ ძალიან კარგადაა. როგორც ყოველთვის საყვარელია. არ მომიჭირო თითი. კარგი დამპი, მიდი. წადი შვილო. შეხედე მას. გარბის. ეხლა კი ბადეში მოხვედრილ თევზს შევხედოთ. აქ პატარა კოი ყავს. ეს ბიჭი მაშინ უმყავდა, როცა ძალიან პატარა იყო. ძალიან დიდია უკვე. ულამაზესი სარკისებრი ქერცლები აქვს ამ კოის. ეს ძალიან ლამაზია. აქვე ძალიან მაგარი კატის თევზიც ყავს. აუ, ნემსი არ ჩამარჯო. ვაუ, ეს ნამდვილი მონსტრია. ეს აქ არის ლიმას ნიჩბის ხვირა კატის თევზი. ისინი დაკავშირებულნი არიან ვეფხვის ნიჩბის ხვირა კატის თევზთან. თუმცა ესენი ესე დიდები არ იზრდებიან. ეს ბიჭი თითქმის მაქსიმალურ ზომას მიაღწია, გჯერა თუ არა. მაგრამ შეხედეთ იმ პირს, რა მაგარი თევზია. ღმერთო, ჯერ კიდევ მეჭირება. ჩავამატეთ მას ყინულებიან ყუთში იმ კოისთან ერთად, სანამ გაიქცევა. შეხედე იქ. ჰელენ. აქეთ, დაბლა ცურავს. დავიჭირე. ვიცი რა არის ეს ბიჭებო. ღმერთო ჩემო. ნახეთ როგორ გაზრდილა მას შემდეგ რაც აქ ჩაუშვი. ეს სიგმონი ეწოდება, რა ქვია, იბერიული ტრიტონი? მართალია? არ ვიცი. ბიჭებო, კომენტარებში დაწერეთ თუ იცით. ვიცი რომ ტრიტონის ერთ-ერთი სახეობაა. ისინი მთლიანად წყლის ბინადრები არიან. რაღაცით აქსოლოტლებს გვანან, მაგრამ არა ზუსტად. და ეს ერთ-ერთი უცხო ბინადარია. ანუ, შეხედეთ რა უცნაურია ეგ ბიჭი. შეხედეთ ამას. შეხედეთ როგორ ცურავს. ეს ხო სიგიჟეა. კარგი ბიჭებო, ბევრი თევზი დავიჭირეთ. თუმცა აქ კიდევ ბევრია დარჩენილი. როგორც ჩანს, ბოლოს მოგვიწევს წყლის მთლიანად გამოშრობა, რომ ყველაფერი დავიჭიროთ. მაგრამ ეხლა ჯერჯერობით ბადით გავაგზელებთ და ნახავთ, რას დავიჭერთ. და აქ ფილტრთან დავიწყებთ, რადგან ეს ერთადერთი დარჩენილი სტრუქტურაა. და იქ ბევრი თევზი ჩანს. ღმერთო ჩემო, რაღაცას ვგზნობ.
აი ეს არის. უბრალოდ შევეხე სკატს, ღმერთო ჩემო, ფილტრის უკანა. სულ იქნებოდა რომ ეკალზე შევხებოდი. კარგი. ეს ცოტა საშიშია ბიჭებო. სკატი აქ შორსაა. უი, ისევ ვიგზენი ის. დიდი თევზი დავიჭირეთ, ნახეთ ეს. ამას აქ მარმარილოს ტოკარა ქვია. დამშვიდი, მინდა გაჩვენო. შეხედეთ მის სხეულზე არსებულ ნახატებს. რა მაგარია. კარგი. ამ ბიჭისთვისაც იდეალური ადგილი ვიცი. ეხლა იქ გადავიყვანთ და მის ახალ სახლში შევუშვებთ. ვაუ, როგორ გაზრდილა იქ. მიდი პატარა. შეიძლება მოვკვდე თუ დამსუსხავს. რაღაცას გრძნობ. მგონი ეხლა ხანს გვერდი ჩამიარა, მაგრამ კიდევ რაღაც არის. კიდევ რაღაც არის. დავიჭირე? კიდევ ერთი ძალიან მაგარი ლოქოა ბიჭებო. ვაუ, შეხედეთ ამას. გაბრაზებულია. აი ეს არის ჟელეს კატაფიში. ძალიან დიდი პირი აქვს. ყველაფერს შეჭამს, რაც მასზე პატარაა. ესე რომ რასაც ახლა ვაპირებთ, ეს ბიჭი ცალკე აკვარიუმში უნდა მოვათავსოთ, რომ სხვა თევზები არ შეჭამოს. და ხო, ესენი ძალიან დიდები იზრდებიან. მოდი გადავიყვანოთ თავის ახალ სახლში. კარგი. ეს 25 გალონიან აკვარიუმში მარტო იქნება. და ეს იმიტომ რომ ძალიან დიდი გაიზრდება. მართლა აღფრთოვანებული ვარ ბიჭებო. ესენი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თევზებია. მოდით დავბრუნდეთ საიდუმლო აუზში და ვცადოთ რომ ის სკატი დავიჭიროთ, რადგან წყალში მის გვერდით ყოფნა ცოტა არაკომფორტულია. რამდენიმე ბადის შემდეგ სკატის დაჭერა ვერ შევძელი, მაგრამ შემდეგ კიდევ უფრო უცნაური რამ დავიჭირე. მომეცი რამე. გზნობ რაღაცას. გმერთო ჩემო, მახსოვ ხარ შენ. ნახეთ ბიჭებო ეს ტიპი. ეს ერთ-ერთი უცხო პლანეტელია. თავიდან რო შეხედავ, ჩვეულებრივ გველთევზას გავს. თუ ეს გველთევზა არ არის და სინამდვილეში თევზიც კი არ არის. ვსდი რომ დავიჭირო. აი ამ ტიპს აქ პატარა ფეხები აქვს, ნახეთ? ღმერთო ჩემო. ეს აქ არის ორთითიანი ამფიომა. ისინი სინამდვილეში ფლორიდაში ბინადრობენ და ყოველთვის მინდოდა ესეთი მხოლოდა. არასდროს მინახავს ესეთი მანამდე, სანამ ამ ტიპს არ შევხვდი. და ის მართლაც დიდია, ღმერთო ჩემო. ძირითადად ისინი ძალიან დიდი ამფიბიები არიან, რომლებიც მთლიანად წყალში ცხოვრობენ და ძალიან მაგრები არიან, მეგობრებო. ასე რომ ეს ჩვენი პირველი ამფიომა არის, ნამდვილად უცხო პლანეტელია. ეხლა მას უცხოპლანეტელი თევზების კონტეინერში მოვათავსებ და გავაგზავნებ ბიჭებო. ეს მართლაც მაგარი აღმოჩენაა, ღმერთო ჩემო. ნახეთ რა უცნაურია ეს ტიპი. უცნაური არსება. მიდი, შერი კონტეინერში. ვაუ, ეს საოცარი იყო. ღმერთო ჩემო, კი, დავიჭირეთ სკატი, ნახეთ ეს. ეს უფრო დიდია ვიდრე პირველი. ფრთხილად. მას აქვე აქვს ის ეკალი. მზადაა თავდასხმისთვის. კარგი ბიჭებო, მეორე ატლანტიკური სკატი დავიჭირეთ. ეს ძალიან გვეხმარება. მართლა მეშინოდა აქ ყოფნის. ღმერთო, დამშვიდი. ნახეთ რა ლამაზია ეს არსება ბიჭებო. რა მაგარი თევზია. კარგი, მას მის მეგობართან ერთად ოსკარის აუზში დავამატებთ. და იცით ეს რას ნიშნავს? ეხლა აქ შეგვიძლია ვიყოთ ისე რომ სკატმა ფეხში არ დაგჩხლიტოს და აღარ ვინერვიულოთ. ხო, ეს ძალიან მაგარია. კარგი, აი წავიდა, ნახეთ ეს. მეორე სკატი აუზშია. დამიჯერეთ ბიჭებო, ეს ბოლოა. სხვა სკატი იქ არ მყავს დამალული. დააკომენტარეთ ორივესთვის სახელები. გავაგრძელოთ. აი იქ, ნახე? ხო, ვიცი რა იყო ეს. დავიჭირე ოსკარი, ეს არ მინდოდა. ნახეთ ეს. დიდი ძველი ოსკარია იქ. სინამდვილეში იქ პატარა თევზებიც არიან. იქ არის პატარა გუნდური თევზები, რომლებიც დიც დავინახე და სინამდვილეში ერთ-ერთი უცნაური თევზია. მოდი გაჩვენეთ. სულ სველი ვარ. ვაუ, ეს მართლა ძალიან ლამაზი ოსკარია, მაგრამ ძალიან მოუსვენარია. კარგი, ოსკარი შედის. ეხლა შეხედეთ ამ პატარა ბიჭებს. ღმერთო ჩემო, ესეთი რამ არასდროს მინახავს. ესენი ჰედშეტ თევზები ქვიათ. შეგიძლიათ მიხდეთ რატომ ქვიათ ესე. პატარა ნაჯახებს გვანან, შედიან კულებში. ვაუ, ნახეთ ეს. ეს კარგი ამოგება იყო. მგონი აქ ბევრი თევზი დავიჭირე, ღმერთო ჩემო. იმ ბადეში 4 თევზი დავიჭირე. შეხედეთ ამას. ბადე სავსეა თევზებით. ვაუ, იქ უცნაური თევზებიც ჩანს. შეხედეთ ამ ბიჭს. ეს პატარა მტკნარი წყლის პაფერფიშია. ამას კი ჰემპეკ პაფერი ქვია. შეგიძლიათ ნახოთ მისი პატარა კუზის ზურგზე. სინამდვილეში აქ რამდენიმე ასეთი ყავს. მეორე ბევრად დიდია ამაზე. ეს მართლაც მაგარია. კიდევ ერთი ასეთი ყავს. ერთის დავიჭირეთ. ღმერთო ჩემო. შეხედეთ იმ პაიკ ციკლიც. ბიჭებო, ეს აქ ჩავდე, მახსოვს. ალბათ ნახევარი ამ ზომის იყო. ძალიან გაზრდილა. შეხედეთ მის ფერებს. რა ლამაზი თევზია. და კიდევ ერთი ყავს აქ. და ეს არის ეს ბიჭი, პატარა სინოდონტისი. სინოდონტისი ყველას უყვარს. ისინი ძალიან მაგრები არიან. ასე რომ ეს მართლაც კარგი ბადე იყო ბიჭებო. 4 თევზი დავიჭირეთ. ეხლა მათ კულერებში ჩავდებ და გავაგრძელეთ. საქმეები იწყებდა აჩქარებას და თევზებს ერთი მეორის მიყოლებით ვიჭერდით. ვაუ, ეს ბიჭი საოცრად ლამაზია. შეხედეთ მის ფერებს. ეს არის Electric Lurgy Jack Dempsey. და ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდია, რაც კი ოდესმე მინახავს. ძალიან რთულია ესეთი დიდი იპოვო. შემდეგ დავიჭირე ეს Albinosi pleco. და ის უბრალოდ ჯერ სულ პატარა იყო, მაგრამ არაფერი მომამზადებდა იმისთვის, რასაც შემდეგ დავიჭერდი. ნახეთ ეს, მონსტრი დავიჭირე, ნახეთ ეს. ღმერთო ჩემო, აი აქა.
ეს არის ის დიდი თევზი, რომელსაც ხედავდით, მეგობრებო. და ეს უზარმაზარი კოია. ალბათ ყველაზე დიდი რაც ოდესმე პირადად მინახავს. შეხედეთ სახეს, რა ლამაზია. არა. კარგი, ნახეთ ეს მეგობრებო. ეხლა კოის ვეხუტები. რა ლამაზი თევზია. კარგი. ამ ბიჭისთვის იდეალური ადგილი მაქვს. კარგი მეგობრებო, აქ ვართ სიქრიდების აუზთან, ყველა სხვა კოისთან ერთად. ეხლა ამ ბიჭს აქ შევუშვებთ. წავედით. კარგი ბიჭი, კარგი. ეს ძალიან კარგად გამოიყურება იქ, მას თავისი კოი მეგობრები ყავს, დიდ თევზს მორჩით. თუმცა იქ კიდევ ბევრად მეტი პატარა თევზია უცხო პლანეტელებთან ერთად. ხო, მეგობრებო, მგონი მალე მოგვიწევს აუზის დაცლა, რადგან ეს ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა ვიდრე მეგონა. დიახ, ორჯერ, აი პატარა ტრიტონი ყავს, დღევანდელი მეორე და კიდევ უზარმაზარი ფილტვის თევზი. შეხედეთ რა ფერები აქვს. ტრიტონი კედელზე აძრება. მოდი, რა საყვარელია მეგობრებო. ესეთი არსებები აქამდე არასდროს მინახავს, სანამ ეს ბიჭები არ ნახე. ერთ პატარა თევზების მაღაზიაში შევნიჩნე და მაშინვე ვიცოდი რომ უნდა მეყიდა. ისინი უბრალოდ საოცრები არიან. და ორივე ეს არსება უცხო პლანეტელია. შეხედეთ იმ ფილტვის თევზს, რა უცნაურად გამოიყურება. ეხლა ამ კონტეინერში გადავიყვანთ. აი, წავიდნენ. კარგი მეგობრებო, საქმე ძალიან რთულდება. აქ პარეს ვაგდებთ და ვერაფერს ვიჭერთ. თევზები ძალიან ჭკვიანები ხდებიან. ამიტომ რაღაცას გავაკეთებ, რაც უნდა დაგვეხმაროს. და ეს არის აუზის დაცლა. აქ გვაქვს ეს შლანგი და აუზს დაახლოებით ნახევრამდე დავაცლით წყალს, მერე კიდევ თევზებს დავიჭერთ. შემდეგ კი მთლიანად დავაცლით და ყველა თევზს ამოვიყვანთ. როგორც ხედავთ, აქ უკვე ბევრი ძალიან მაგარი უცხო პლანეტელი თევზი ყავს. მაგრამ ვიტყოდი, რომ ალბათ მხოლოდ ნახევარი დავიჭირეთ. ასე რომ კიდევ ბევრი დაგვრჩა. წყალი დავაცალეთ და მაშინვე ბევრად მეტი თევზი გამოჩნდა. ამიტომ ისევ შევედი, რომ დანარჩენების დამეჭირა. კარგი. დავიჭირე. მეგბენს. შეხედეთ ამას. შეხედეთ ამ ფლეკოს ზომას, ბიჭებო. ჩვენ უკვე გვყავს ერთი ესეთი ზომის ტისმტაცებლების აუზში, მაგრამ ხო, ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლეკოა, რაც კი ოდესმე მინახავს. ეხლა მასაც დავამატებთ დაცებლების აუზში დანარჩენებთან ერთად. კარგი მეგობარო, იდი შენს. დაცებლების აუზში. ვაუ. კარგი, კიდევ ერთი თევზი დავინახე. ეს ალბინოსი პაკუა. ის უკანა მხარესაა და მასთან ერთად კიდევ ბევრია. ნახოთ, შევძლებთ თუ არა ყველას დაჭერას. დაბრუნდი, შერი ბარეში. ვერაფერი დავიჭირე ის. კი, შეხედე ამას. ამას კიდევ ერთი ალბინოსი პაკუ დაემატა სიას. ხელით დავიჭირე თევზი, ნახე ეს. დავიჭირე ის. შეხედე ამას. ეს სიგიჟეა. ორი პლეკო ხელით დავიჭირეთ. უბრალოდ ჩვეულებრივი ტიპები არიან, ალბინოსები არა. ასე რომ, განსაკუთრებული არაფერია. კარგი დაჭერა იყო. მგონი რაღაც დავიჭირე. ხო, იმ ბადეში ორი თევზი დავიჭირეთ, ნახე? ციხლიდებია. ეს იქ ჯეკ დემსია. ვაუ, რა ლამაზია. და კიდევ ეს ბიჭი დავიჭირეთ. მგონი ეს დელაით სიფლიდია. ვაუ, ძალიან დიდია უკვე. მახსოვს, ორივე ეს ბიჭი აქ რო ჩაუშვი და ძალიან გაიზარდნენ. ასე რომ სასიამოვნოა ამის ნახვა. ეხლა მათ ყუთში ჩავდებთ და გავაგრძელებთ. აქ რაღაცა დიდი არის. აქვე, პირდაპირ შენს ქვემოთ. დავიჭირე. ხო, დიდი ოსკარი და დიდი გარი დავიჭირე. ეს ძალიან მაგარია. რაღაც აქვე იყო. მგონი დავიჭირე. ეს რა ჯანდაბაა? რაღაც კატათევზა. ვერ ვცნობ. ბიჭებო, კომენტარებში დაწერეთ თუ იცით ეს რა არის. მადლობა სკუპ. მოდი. ამ ბადეში 2-13 თევზი ყავს, ნახეთ? ეს პატარა ვეფხვის ოსკარია, ლამაზია. ესეც კიდევ ერთი ოსკარია, კარგია. ორი პატარა ოსკარი ერთ ბადეში. ეხლა ყუთში ჩაუშვებთ. უცხო პლანეტელი თევზები არ არიან. არაფერია განსაკუთრებული, მაგრამ მაინც ძალიან მაგარია. ნახე ეს. რაღაც დიდი აქვეა. დავიჭირე, შეხედეთ ამას. ღმერთო ჩემო, ეს გიგანტური ბიშირია ბიჭებო. ყველაზე დიდი რაც კი ოდესმე მინახავს. ცოტა ხნის წინ დადავიჭირეთ, მაგრამ ასეთი დიდი არ იყო. ძალიან სწრაფად იზრდება. გინახავთ როგორ დავიჭირეთ ადრე, მაგრამ ესეთი დიდი არასდროს ყოფილა. ეს ნამდვილი მონსტრია. ეს პრეისტორიული ბიშირია. რა უცნაური თევზია, ძალიან მაგარია. შეხედეთ, რამდენი დავიჭირეთ აქამდე. ეს მხოლოდ ერთი ყუთია. უკვე ბევრი თევზი დავიჭირეთ, მაგრამ კიდევ გავაგზავნებთ და კიდევ დავიჭერთ. ჰელენ, აი იქ. ღმერთო ჩემო. დავიჭირე, ღმერთო. სწორედ ამას ვცდილობდი მთელი ეს დრო დამეჭირა. ასე ძალიან ველოდი ამას. იცი ეს რა არის? თქვენგან რომელიმე მიცის ეს რა არის? შეიძლება არა, იმიტომ რომ ეს მართლა სიგიჟეა. ამას აქვს საირენი ქვია. შეხედე იმ პატარა ფეხებს, შეხედე როგორ დადის. თითქოს როგორც აქსლოტლის და გველთელზას ნაზავი. ეს ძალიან მაგარია. ნახეთ მისი გრძელი ცვრილი ტანი. და აქ წინ პატარა ფეხები აქვს. ეს უბრალოდ საოცარია ბიჭებო. ეს ნამდვილად ერთ-ერთი უცხო პლანეტელი თევზია, რომელიც აქ ჩაუშვი. მაგრამ გამოიცანით რა, ეს ყველაზე გიჟური არაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არსება გიჟურად გამოიყურება, აქ არის რაღაც, რაც ამას 10-ჯერ აჭარბებს. შეხედეთ მას. ნახეთ როგორ მოძრაობს. მიწაზე სიარული წარუჭირს. ეხლა ცურავს. ძალიან მიყვარს ეს არსება. კომენტარებში დაწერეთ სახელი ჩვენი ახალი საირენისთვის. მაგრამ ეხლა მას ყუთში ჩაუშვებთ. აი წავიდა. კარგი. ეხლა დიდ ბადეს გამოვიყენებთ აქ. მთელ ტბას გადავფარავთ. ღმერთო ჩემო, არ მჯერა.
ჰელენ, სამი უცხოპლანეტელი თევზი ერთდროულად ბადეში ყავს. ეს შეიძლება ჩვენი საუკეთესო ბადეა აქამდე. შეხედეთ ამას. ეს ბიჭი აქ ყავს. ეს გახლავთ გუპერ კატის თევზი. უკვე ერთი ყავს, ოდნავ უფრო დიდი ვიდრე ეს. მაგრამ საინტერესო ფაქტი ამ არსებებზე ისაა, რომ მათ შეუძლიათ საკუთარი სხეულის სიგრძეზე ორჯერ დიდი თევზის ჭამა. ეს ხდის მათ ესეთ უცნაურებად. კიდევ ყავს ეს ბიჭი, დიდი სამეფო კლოუნი დანა თევზი. ამ თევზებს უკუღმად სურვაც შეუძლიათ. ძალიან მაგარია. და კიდევ ყავს ეს ბიჭი, კიდევ ერთი ჰემპეგ პაფერ, მაგრამ ეს ბევრად უფრო დიდია ვიდრე პირველი. რა გიჟური ბადეა ბიჭებო. იმდენი მაგარი თევზი ყავს მასში. ყველა უცხოპლანეტელია, ანუ შეხედეთ ამ ბიჭს. ეს პირდაპირ სხვა პლანეტიდანა. აი მიდიან ყველანი. სამივე კულერშია, მაგარია. კარგი, კიდევ რამდენიმე ბადეს გადაბავლებ და მე მთლიანად დავწურავთ აუზს, რომ დავრწმუნდეთ ყველა თევზი აქედან ამოვიყვანეთ. შეხედეთ აქ კუთხეში. შეხედეთ. დავიჭირე? დავიჭირე. დავიჭირე. მერტო ჩემო, ნახეთ ეს ბიჭებო. იცით რა სახეობის ლოკოა ეს? თუ არ იცით, ეს ველსის ლოკოა. ლოკოა, ჩინური ველსის ლოკო. და ესენი უზარმაზრები იზრდებიან. ძალიან აგრესიულები არიან. ეს ყველაზე დიდი ეგზემპლარია, რაც კი ორესმე დამიჭერია. ეს უბრალოდ მერტო ჩემო. დავიჭირე. არ ინერვიულოდ. ჯერ კიდევ დავიჭირე. მოვათავსებთ კულერში სანამ გაიქცევა, მაგრამ ეს მართლა მაგარია. ახლა დავიჭირე. დავიჭირე? ხო, ეს რა არის? ნახეთ ეს ბიჭებო. პატარა წითელ მუცელა პაკუ დავიჭირეთ აქ. სინამდვილეში აქ დაახლოებით 5 ყავს. ძალიან რთულია მათი დაჭერა, რადგან ძალიან სწრაფები არიან. მაგრამ შეხედეთ მის კბილებს. ისინი პირდაპირ პირანიასავით არიან. გთხოვ, არ მომაჭამთიც. შეხედეთ ამას. შეხედეთ იმ კბილებს. მერტო ჩემო, შეხედეთ ამ გველთევზას. შეხედეთ ამას. ეს ცეცხლის გველთევზაა და რა ლამაზია. შეხედეთ ფერებს, ნარინჯისფერი და ყვითელი, წითელი. მაგარია ბიჭებო. ცეცხლის გველთევზა ერთ-ერთი ჩემი საყვარელი თევზია მსოფლიოში. ბევრი ყავს და ეს კიდევ ერთია, რომელსაც წინ აუზში დავამატებთ, რომ ჩვენ ცეცხლის გველთევზების არმია შევუერთდეს. ეს მართლა მაგარია. ეხლა ბიჭებო, დარჩენილია მხოლოდ აუზის ბოლომდე დაცლა და დანარჩენი თევზების დაჭერა. მაგრამ სანამ ველოდებით, მოდით ყველა უცხო თევზს, რომელიც აქამდე დავიჭირეთ, ახალ სახლებს მიუჩენთ. წავედით. დავიწყეთ ფილტვიანი თევზით და ის კვების აუზში ჩაუშვით. ასევე ვიფიქრე, რომ ამ ფილმასთვისაც იდეალური ადგილი იქნებოდა. ჰეჩე თევზი კი მინი აუზში დავამატეთ. თბილწყლის პაფერთელს დროებითი აკვარიუმი მივეცით. შემდეგ დრაკონგობიები, სირენი, ტრიტონები, ეს უცნაური იდუმალი თევზი და გუპერ კეტფიში მათ საკუთარ აკვარიუმებში მოვათავსეთ. და ყველაფერი რაც დარჩა, იყო ეს სამეფო კლოუნ დანა თევზი, რომელიც მის საკუთარ აუზში მოვათავსეთ. შემდეგ კი იდუმალი აუზი საბოლოოდ დავცალეთ. ყველგან თევზებს ხედავდით. ცხალი იმდენად მაჩხი იყო, რომ აუზში ყველა თევზი შეგვეძლო დაგვენახა. ამიტომ ისევ ჩავხდი და თევზების დაჭერა დავიწყე. მოდი. მერტო რა მოუსვენარია. ეს დიდი თევზია. კარგი, ვცდილობთ ყველა პაკუს დაჭერას. აიქა, კოი. კიდევ ერთი კოი. ღმერთო, ეს სიგიჟეა. ყველგან თევზებია. უნდა დამშვიდდე. კარგი. ნახე ეს. ამ ბადეში კოი და პაკუ დავიჭირეთ. მერტო, აი იქ დიდი თევზია. დამშვიდი. ეს კარგია. დიახ, დავიჭირე. აი იქ მართლაც მშვენიერი კოია, ლამაზია. ეხლა ვცდილობთ ყველა თევზის ამოყვანას, მაგრამ ზუსტად ვიცი, აქ არის რამდენიმე თევზი, რომელიც გაგაოცებთ. მოდი ბადეს ვიღებ. დიახ, დავიჭირე. პირველივით დიდი არაა, მაგრამ მაინც ძალიან დიდია. ეს მშვენიერია. ღმერთო, გაგვექცა. არა. არა. მერტო, ესენი ძალიან ძნელად დასაჭერია. კარგი, მოდი ჩავდოთ ხინულის ხუთში, სანამ გაგვექცევა. მაგრამ მართლა ძალიან კარგი თევზი იყო. უნდა შევეხო აქ ხელით. შეხედე ამას. დავიჭირე. დავიჭირე, კი. ეს აქ არის ვეფხვისებრი დანა თევზი. ძალიან გავს ჯამბას დანა თევზს. შეუძლია უკუღმად სურვა. ძალიან უცნაური შესახედაობის თევზია დავზია და ნამდვილად უცხოა. მაშ, ჩავამატებთ მას კინსკინულის ყუთში ამ პლეკოსთან ერთად და გავაგრძელებთ. აი, წავედით. ეს მაგარი თევზია. მზარხარ? დავიჭირე. შეხედე ამას. ეს არის მარმარილოსფერი კარა, ტაიგერის შოულ ნოზის ჰიბრიდი. ძალიან მაგარი კატაფიშია. მგონი ვიცი იდეალური ადგილი ამ ბიჭისთვისაც. ეხლა ამ პატარა კატაფიშს ციხლიდების აუზში დავამატებთ, სადაც ყველა კოი. აქ უკვე ყავს რამდენიმე პატარა კატაფიში, რომლებიც იზრდებიან. ასე რომ მას მეგობრები ეკოლება და აქ ძალიან დიდი გაიზრდება. დავიჭირეთ კიდევ რამდენიმე pleco ascendantus catfish-ი, მაგრამ ვიცოდი რომ აუზში კიდევ ერთი გიჟური უცხო თევზი იყო დარჩენილი. და ის იყო ყველაზე გიჟური. ცოტა ნერვიულობ რომ შეიძლება შეჭამეს. თუმცა მგონი არ შეჭამეს. არ ვიცი. ვაგზელებდით ძებნას, მაგრამ არ გაგვიმართლა. ბადებადის შემდეგ თევზებს ვიჭერდით, მაგრამ არა იმას, რომელიც გვჭირდებოდა. თითქმის დანებებას ვაპირებდი, მაგრამ მერე ჰელენმა თევზი შენიშნა. მერტო ჩემო, ამას ვერ მოიგონებ. ნახეთ. აი იქა, ქვიშაში იყო შერეული. ხედავთ როგორ ცურავს? ეს უდავოდ ყველაზე გიჟური უცხო თევზია ამ აუზში, მეგობრებო.
უკვე დანებებას ვაპირებდი. ამ თელავს 10 ჯერ მაინც დავათვალიერე. ნახეთ, აი მოდის. ცურავს. ღმერთო ჩემო. დაელოდეთ, ნახავთ რა თევზია ეს. აი ეხლავე მოდის. ღმერთო ჩემო. ეს ჯერ კიდევ აქა, ღმერთო ჩემო. მადლობა ღმერთს მეგობრებო. ეხლავე ავიღებ მას. ღმერთო ჩემო. Yeah. ეს სიგიჟეა. თქვენ თუ არ იცით ეს რა არის, ეს აქ ბაყახთევზაა. ეხლა თქვენგან უმეტესობა ალბათ ფიქრობს, მოიცადეთ, მეგონა ეს ზღვის წყლის თევზი იყო. ხო, ასეც არის. თუმცა ეს სახეობა აქ სინამდვილეში შეიძლება იცხოვროს მტკნარ წყალში, ზუსტად ისე, როგორც ის სკატები. შეხედეთ ამას. ეს საერთოდ თევზს არ გავს, უფრო უცხო პლანეტელს გავს. ეს სიგიჟეა. მას აქ პატარა ფეხები აქვს, აქ კიდე მეტი ფეხი. შეუძლია პირდაპირ მიეკრას ქვებს და თავი ქვას დაამსგავსოს. ისინი აკეთებენ იმას, რომ ინიხბებიან და შემდეგ პატარა თევზები გვერდით გაუვლიან. ეს არსება აქ ჩამოუშვებს რაღაცას, როგორც პატარა სათევზაო ჯოხს და მათ წინ აათამაშებს. როცა საკმაისად ახლოს მივლენ, ბუმ, მაშინვე დაესხმება თავს. ესეთი არასდროს მინახავს. ყოველთვის მინდოდა ესეთი მხოლოდა. ეს ნამდვილად უცხო პლანეტელია. შეხედე ამას. თევზსაც კი არ გავს. კარგი, ეხლა მას კონტეინერში მოვათავსებთ. მისთვის იდეალური სახლი გვაქვს მომზადებული. ეხლა ამ კონტეინერში ჩავამატებთ. ნახე, ხედავ მის მუცელს? ეხლა ჰაერით არის სავსე. მაგრამ ნახე, ხედავ მის ხელს იქ? ეხლა წყალს მთლიანად აძევებს, რომ ისევ ჩაძვეს. ეს მისი პატარა თავდაცვის მექანიზმია. ღმერთო, ეს თევზები მართლაც გიჟები არიან. ისინი მართლა სხვა პლანეტიდან არიან. ეს ნორმალურია, ბიჭებო. მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ზურგზე წევს, ის სრულიად კარგადაა. ასე იქცევიან, როცა ეშინიათ, თავს ბერავენ. მაგრამ ნახეთ იქ. ხედავთ იმ პატარა სარქოლს? წყალს აძევებს. ასე რომ ბოლოს ისევ ჩაძვება. სანამ ის საიდუმლო აუზში იყო, ჩვენ თევზების ოთახში ვიყავით და მისთვის იდეალურ სახლს ვამზადებდით. ეხლა იქ გადავიყვანთ, ახალ სახლში ჩაუშვებთ და იმედია კარგად იქნება. აი იქ არის პატარა მტკნარი წყლის ბაყახთევზა. ეხლა ამ აკვარიუმში ჩაუშვებთ. ცოტა ხანს ზედაპირზე იტიმტივებს. მოდი მეგობარო, შენ უკვე ახალ სახლში ხარ. ყველაფერი კარგადაა. ნახე როგორ ამოდუმბავს ჰაერს პირიდან. ღმერთო ჩემო. აი წავიდა. ნახე. აი წავიდა. ხო? ნახე, აი წავიდა. ეს სიგიჟეა. ჩვენ დავიჭირეთ თკბილი წყლის ენგლერის თევზი, რომელსაც ასევე თკბილი წყლის ბაყაყის თევზსაც ეძახიან. ეს უბრალოდ სიგიჟეა, ბიჭებო. რა უცნაური არსება. კარგი ბიჭებო, ბაყაყის თევზი ახლა თავის ახალ სახლშია. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი თევზია, რაც კი ყავს იმ სკატებთან ერთად, რომლებიც ამ ვიდეოშიც დავიჭირეთ. რა გიჟური და საიდუმლო აუზის დაცლა იყო. თუმცა, ეს ჯერ არ დასრულებული. ყველა თევზი იმ ერთ კუჭია, რომელიც ისევ უნდა დავაბრუნოთ საიდუმლო აუზში. შემდეგ კი რამდენიმე დღით წინ გადავინაცვლოთ და ცადოთ ბაყაყის თევზი კვებოთ. ნახავთ, შეჭამს თუ არა ბიჭებო, ეს სიგიჟე იქნება. ჩვენ ისევ ავავსეთ აუზი, დავაბრუნეთ კონსტრუქციაც და ეხლა თევზების დამატების დრო იყო. ვერ წარმოვიდგენდი ამდენი თევზი თუ ყავდა იქ. უბრალოდ გადაჭედილია. ჩვენ ისევ დავაბრუნებთ მათ აუზში, რომ გაიზარდონ და უფრო დიდები გახდნენ. და კი, ერთ დღეს მომავალში ამას ისევ გავაკეთებთ. კიდევ უფრო მეტი თევზით. და ეს კიდევ უფრო გიჟური იქნება. ჯერ ცოტა წყალს გამოვშვებ. კარგი. ის მაინც ძალიან ძიმეა. თევზებით სავსე კონტეინერი ისევ აუზში ბრუნდება. ღმერთო ჩემო. აი წავიდა გაბი. აი წავიდა ბიშერი. ეს ძალიან ბევრი თევზია. კარგი, გავაგზავნებთ აუზის შევსებას. და შემდეგ რამდენიმე დღეში ისევ გნახავთ, როცა ვეცდებით ბაყახთევზის გამოკვებას. კარგი მეგობრებო, 2 დღე გავიდა და ეხლა გაპის აუზთან ვართ. შეხედეთ. აქ 1000-ობით გაპია. და მიზეზი რის გამოც აქ ვართ, ისაა რომ პირველად ვცდილობთ ჩვენი ბაყახთევზის გამოკვებას. მან უკვე შეეჩვია ახალ სახლს. ძალიან კარგად დამოიყურება და აშკარად მშიერია. ამიტომ რამდენიმე ამ პატარა თევზს ავიღებთ, ჩავაგდებთ შიგნით და ვნახავთ, შეჭამს თუ არა. ბუმ, დავიჭირე. აი წავიდნენ გუპები. წადით იმგზით. მიდით ბაყახთევზთან. ეხლა ბაყახთევზი თევზით ცდილობს ქვას დაიმსგავსოს. ესე თევზები იმედია ვერ მიხდებიან, რომ ის თევზია და პირდაპირ მის წინ გააცურავენ. ნახე. გუპი პირდაპირ მის წინ არის. მოდი აიგე. ის უყურებს მას. აი მოდის გუპი. მოდი. ღმერთო ჩემო. ხო. აიღო, ეს სიგიჟე იყო. სულ გააქრო ეგ რაღაცა. იმ თევზს წარმოდგენაც არ ქონდა, რომ იქ იყო. კარგი ბიჭებო, ეს სიგიჟე იყო. ყავს ბაყახთევზი, ყავს სკატები და კიდევ უამრავი სხვა უცნაური თევზი. და ხო, მართლა იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ ეს ვიდეო ბიჭებო. ძალიან მიხარია, რომ ისევ ვიღებ ვიდეოებს. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. და მიუხედავად იმისა, რომ ეს შესვენება აუცილებელი იყო ჩემი ჯანმრთელობისთვის, ძალიან რთული იყო ის, რომ ვერ ვაკეთებდი იმას, რაც მიყვარს. და ხო, უბრალოდ მინდოდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, ყველა შეტყობინებისთვის, პირადი შეტყობინებისთვის, წერილისთვის, რაც მივიღე. ძალიან რთულ პერიოდს გავდიოდი. მომისვეს ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი. და თქვენ ბევრად გამიმარჯვებთ ყველაფერი. მართლა მადლიერი ვარ თქვენით, ჩემი ოჯახის, ჰელენის. ამის გარეშე ამას ვერ გავუმკლავდებოდი. და ხო, მეგობრებო, მართლა ბედნიერი ვარ, რომ ისევ შემიძლია ის გავაკეთო, რაც მიყვარს. ძალიან აღფრთოვანებული ვარ.
მართლა საოცარი იყო თქვენი მხარდაჭერის ნახვა, რაც თქვენგან მივიღე. და ეს მართლა ამა მაღლა და მომცა мотиваცია, რომ დაბრუნება მომენტომებინა, რადგან ვიცოდი, რომ თქვენ მელოდებოდით. იყო მომენტები, როცა მართლა ცუდი დღეები მქონდა. და სახში რომ მოვდიოდი, ხანდახან 5 წლის ბიჭის წერილი მხლებოდა. არ ვიცი როგორ იპოვა ჩემმა მისამართი, მაგრამ იპოვა. და ეს მართლა מחარებდა. ასე რომ, მადლობა თქვენ მეგობრებო. თქვენ არ იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის. და თქვენ წარმოდგენას არ გააქვთ, რა გააკეთეთ ჩემთვის. ასე რომ, მადლობა. ასე რომ, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გთხოვთ დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი ქვემოთ. შემდეგ ვიდეოში შევხვდებით. მშვიდობით.